მოგესალმებით ჩემო კარგებო, ამ ვიდეოში მინდა გაგიზიაროთ ჩემი რუტინა დილის, როგორ ვიყენებ C ვიტამინს, რას ვიყენებ მანამდე და C ვიტამინის შემდეგ და ზოგადად რომელ C ვიტამინს ვიყენებ. C ვიტამინს ვიყენებ ყოველ მეორე დღეს, რა თქმა უნდა, ეს რჩევები მომცა კონსულტანტმა, დიდი სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ რაღაცნაირად მივყვები ხო რჩევებს, რაც მომწეს, როდესაც შევიძინე ეს C ვიტამინი, ვიშის C ვიტამინია, ვიდეოშიც ჩანს. და სულ რამდენიმე წვეთს ვიყენებ, დაახლოებით 3-4 წვეთს გადმოვიტან ხელის გულზე და დავიტან ხოლმე სახეზე, რაც შეეხება თანმიმდევრობას, პირველი, რასაც გამოვიყენებ უკვე რამდენიმე თვეა, გაგიზიარეთ წინა ვიდეოში, ძალიან მომწონს და თქვენც გირჩიეთ და ვიდეოში ჩანს და დასკრინეთ თუ დაგაინტერესებთ, ეს არის Estée Lauderis ლოსიონი, დამატენიანებელი, რომელიც ძალიან კარგია. პირველი დავიტან მაგას, ცოტა რომ შეშრება, შემდეგ ასევე ძალიან მომწონს უკვე დაახლოებით 2 თვეა ვიყენებ პეპტიდებს, ესეც Estée Lauderis არის და ძალიან კარგია ესეც. და უკვე შემდეგ გადავიტან ამ რამდენიმე წვეთ C ვიტამინს, ჯერ ხელის გულზე და შემდეგ უკვე სახეზე დავიტან და რო შეშრება ცოტა ხანი, რა თქმა უნდა, ველოდები ამ ეტაპებიდან ეტაპებზე საფეხურებზე, რა თქმა უნდა, ცოტა ხან ყველაფერს ველოდები ხოლმე, რომ კარგად ჩაჭდეს და შეიშროს სახემ, შეიწოლოს, ასე ვთქვათ. შემდეგ უკვე ვისმევ თვალის კრემს, ესეც Estée Lauderis მაქვს და ვიდეოში მე მგონი ყველაფერი კარგად ჩანს და ასევე დამატენიანებელს Estée Lauderis და ბოლოს უკვე რა თქმა უნდა მზისგან დამცავს. საინტერესოა, ვინც იცით და ერკვევით კოსმეტოლოგიის თემებში გამიზიარეთ, რამდენად სწორია ეს მეთოდი, როგორც ვიყენებ C ვიტამინს, რამდენად კარგია ვიშის C ვიტამინი და მირჩიეს როშეს C ვიტამინი, რომელსაც აუცილებლად დავტესტავ და თქვენც დამიწერეთ კომენტარებში, თქვენ რომელ C ვიტამინს იყენებთ. აბა დროებით.